ლაზარე იყო ულამაზესი ადამიანი. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ასევე სულიერადაც. მას ჰქონდა ძალიან ბევრი გეგმები. ის იყო ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნას სამყაროს გარკვეულ ნაწილს უფრო თბილს ხდიდა. მე საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ ჩემი შვილები ფაქტიურად ჩემი შვილები არიან. ემიგრაციის გამო ლაზარე ჩემს გვერდით არ იყო გაზრდილი. მაგრამ რატომღაც გენეტიკა მაინც თავისი გაიტანა და ის ფაქტიურად ჩემნაირი ადამიანი იყო. ძალიან გავდით ერთმანეთს. რაღაც ღრმად გვაკავშირებთ. მე პირადად არც ვიცოდი თუ ეს არსებობდა, რომ ესეთი რაღაც ესეთი აუტანელი ტკივილი თუ არსებობდა როდისმე. ჩემ ტკივილს, ჩემ გლოვას მე ვერასდროს ვერ შევადარებ, რაც ჩემადამ და ჩემ სიწემ გამოიარეს და გადაიტანეს. ადამიანს, რომელსაც გლოვა ნასწავლი მაქვს და გაგებული მაქვს, მე დავიკარგი ამ პროცესში. და მე ამ ზუსტად ამ პერიოდში მივხვდი, რომ თუ მე, რომელსაც ათასობით საათი მაქვს გამოვლილი ადამიანთან, რომელიც გლოვის გადიოდა, რომ იმასთან ჯდარ ვარ, ყველანაირად მიცდია, რომ რაღაცნაირად იმათ ტკივილში შევსულიყავი, ეს სხვანაირი რაღაცა იყო. მე გამიჭირდა სიტყვების პოვნა, მე გამიჭირდა იმ სივრცის პოვნა. და მე მაშინ ვიხდი, რომ რამდენი ადამიანია ალბათ საქართველოში, ან მსოფლიოს ირგვლივ, ვინც ჩუმად იტანჯება. ამ ფიქრობს, რომ ის სუსტია, ან გატეხილია. აი ზუსტად ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ გამეზიარებინა ამ თემაზე მესაუბრა, ჩემი სუბიექტური ექსპერიენსი გამეზიარებინა თქვენთვის